ესე იგი, ვინაიდან დავალება ეხება ფუნქციებს, დავიწყოთ ფუნქციის განმარტებით. მოდით აქ ავიღოთ კალამი. და ასეთი რაღაც ჩავწეროთ y ცვლადი, ესე იგი არის x ცვლადის ფუნქცია. თუ x-ის ნებისმიერ მნიშვნელობას შეესაბამება y-ის ერთადერთი მნიშვნელობა. აქ არის სიმბოლო f, რომელიც აღნიშნავს იმ წესს, რა წესითაც x-ი დაკავშირებულია y-თან. ამრიგად x ცვლადი არის y-ის ფუნქცია, მხოლოდ მაშინ, როდესაც x-ის ნებისმიერ მნიშვნელობას შეესაბამება ერთადერთი მნიშვნელობა y-ის. f-ი გვიჩვენებს თუ რა წესით არის დაკავშირებული x y-თან. ეს წესი შეიძლება იყოს ნებისმიერი, თქვათ, ავიღოთ მაგალითად, ხო, y უდრის სიტყვაზე 2x გამოვაკლოთ 1. ეს აი აქ ამ შემთხვევაში f-ი რას გვეუბნება? f-ი არის ის, რომ ესე იგი x-ი უნდა გაამრავლო 2-ზე და მიღებულ შედეგს გამოვაკლო 1. როგორც თქვით, ეს f-ი შეიძლება ნებისმიერი სახის იყოს. ეხლა მოდი დავიწყოთ დავალების შესრულება, განხილვა, ხო? იქნება თუ არა ფუნქცია მოცემული შესაბამისობა და პირველი ეს არის სიფტყის m წერტილი და x y წერტილი, წყვილი, ასე იგი წერტილების x y. ნებისმიერი წყვილი წერტილებისა, ნებისმიერი ორი წერტილი რო ავიღოთ წყვილი, ხო? სიფტყეზე გვაძლევს ერთ წერტილს, ერთადერთ წერტილს, ესე იგი x y ნებისმიერი წყილისთვის გვექნება სრულად განსაზღვრული ერთადერთი წერტილი m, ხო? და ამიტომ ეს შესაბამისობა, პირველი შესაბამისობა ნამდვილად არის ფუნქცია. ესე იგი a პასუხი არის ესეთი, ეს ფუნქცია, დიახ. მეორე b mxy და x. ესე იგი x-ის რაიმე მნიშვნელობა რო ავიღოთ, x-ის უამრავი მნიშვნელობა შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ აქ, ხო? აი x-ის ერთ-ერთი მნიშვნელობა ავიღოთ, აი ეს მაგალითად x-ის ამ მნიშვნელობას, აი შეიძლება უამრავი წერტილი შეუსაბამოთ. შეიძლება შეუსაბამოთ უამრავი წერტილი, უამრავი მეორე y, ხო? ამიტომ ეს მეორე ფუნქცია არ არის. ეხლა აქ მესამე არის x-ი შესაბამისობა რაიმე წერტილთან, m x y წერტილთან. ესე იგი, როგორც თქვით, ნებისმიერ m წერტილს შეესაბამება ნებისმიერ ორ წერტილს ერთადერთი წერტილი შეესაბამება. ხო, ამ შემთხვევაში ესე არის. ერთ წერტილს გარკვეული, სრულად გარკვეული და კონკრეტული x-ი აქვს. ხო, მის კოორდინატი აქვს გააჩნია. ამიტომ ეს ფუნქციაა. შემდეგ d მანქანა და ის რიცხვი, რომელშიც ეს მანქანაა გამოშვებული. რაიმე რიცხვში, წლის რომელიმე რიცხვში შეიძლება არა მარტო ერთი მანქანა, ეს კონკრეტული მანქანა, არამედ უამრავი მანქანა იყოს გამოშვებული და ამიტომ ეს ფუნქცია არ არის. და დღე რიცხვი და ამ დღეს გამოშვებული მანქანა. ცხადია, რომ ყველა მანქანას შეესაბამება მისი გამოშვების დღე, როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს ერთადერთი დაბადების დღე, ასევე მანქანას ერთადერთი გამოშვების დღე აქვს და ამიტომ ეს შემთხვევაში პასუხი იქნება, რომ ეს ფუნქციაა, ეს დამოკიდებულება. შემდეგი კითხვა ეს არის, დაწერეთ ფუნქცია f-ი წესიერი 6 კუთხედის გვერდი და ამავე 6 კუთხედის ფართობი, ეგოეთ f2 და f5. ამის დასაწერად მოდი დავხაზოთ წესიერი 6 კუთხედი. წესიერი ნიშნავს, რომ ესე იგი ამ 6 კუთხედის ყველა გვერდი არის ერთმანეთის ტოლი. აი ეს წესიერი 6 კუთხედია, თქვათ. და მისი ყველა გვერდი არის ერთმანეთის ტოლი და x-ით აღნიშნოთ რა, ყველა გვერდი x-ია. ახლა წესიერი 6 კუთხედი კუთხე არის 120 გრადუსი. და რატომ არის 120 გრადუსი? ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი 6 კუთხედის ნებისმიერი მრავალკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი გამოიწვება ასეთი ფორმულით. 180 180 n-2, ხო? სადაც n-ი არის მრავალკუთხედის გვერდების რაოდენობა. ან იგივე კუთხეების რაოდენობა, ხო? 6 კუთხედის შემთხვევაში n-ი არის 6-ის ტოლი. ეს არის შიგა კუთხეების ჯამი, რომ გავყოთ შიგა კუთხეების რაოდენობაზე, n-ზე, არა? ესე იგი, მივიღებთ წესიერი მრავალკუთხედის კუთხის ზომას. 6 კუთხედი გვაქვს ჩვენ, n-ი ესე იგი 6, 6 2 გამოვყოთ არის 4, 4 ჯერ 180 არის 720 და 720 რო გავყოთ 6-ზე,
ეს არის 120 გრადუსი. ესე იგი, წესიერი 6 კუთხედის შიგა კუთხე ეს არის 120 გრადუსი. 120 გრადუსიანი კუთხეა ყველა ეს კუთხე თითოეული მათგანი. და მოდი ამისი ფართობი ესე გამოვთვალოთ ჩვენ ახლა. აი გავავლოთ ესე დიდი დიაგონალი აქვს, ხო? ეს დიდი დიაგონალი არის 2x-ის ტოლი. ესე იგი, გვერდი ხო 1x-ის ტოლია. დიდი დიაგონალი 2x-ის ტოლია, ხო? რატო 2x-ის ტოლი? იმიტომ რომ ეს კუთხე რახან 120 გრადუსია, რო გავატარებთ აი ამ დიაგონალს, არა, ეს ორტოლ ნაწილად გაყოფს ამ კუთხეს, ეს თითოეული მათგანი არის 60 გრადუსი, აი 60 გრადუსიანი კუთხეა. აქ რო მართობი დავუშვათ, ეს არის აი ამ ტრაპეციისთვის, აი ამ მოცემული ტრაპეციისთვის, ეს ტრაპეციაა, ხო? სიმაღლე და აი ეს კუთხე იქნება 30 გრადუსიანი კუთხე. 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, აი ეს კათეტი არის ჰიპოტენუზის ნახევარი, ანუ x-ის ნახევარი. ესე იგი, აი ეს გვერდი აი აქ, აი ეს კათეტი არის x-ის ნახევარი. აი აქაც რომ დავუშვათ ეს მართობი, აი ეს კათეტი იქნება ასევე x-ის ნახევარი, ხო? x-ის ნახევარი და x-ის ნახევარი არის x-ი. და ეს გვერდი კიდე აი ამ გვერდის ტოლია და x-ის ტოლია და ესე იგი x-ი და x-ი 2x-ი. ესე იგი, აი ეს დიაგონალი 2x-ია. მასშტაბი მოცემული გვაქვს ჩვენ ახლა მთელი ეს 6 კუთხედი გავყავით, როგორც ხედავთ, ორ ტოლ ტრაპეციად. ხომ? ესე იგი, აი გამოვთვალოთ აი ამ ზედა ტრაპეციის ფართობი და შემდეგ ორზე გავამრავლოთ და მივიღებთ 6 კუთხედის ფართობს. ტრაპეციის ფართობი, როგორც ვიცით, არის რომ x უნდა მივუმატოთ 2x-ი, ანუ ფუძეების ჯამი გავყოთ ორზე და გავამრავლოთ სიმაღლეს. ხომ, ფუძეების ჯამი აქ არის x-ი და 2x-ი არის 3x-ი. ესე იგი 3x-ი უნდა გავყოთ ორზე და გავამრავლოთ სიმაღლე ჩვენ შემთხვევაში რა იქნება? ესე იგი, აი ეს არის აი სიმაღლე, ტრაპეციის სიმაღლე და პითაგორას თეორემის თანახმად ეს იქნება x-ის კვადრატს გამოკლებული, ეს არის x-ის ნახევრის კვადრატი და აქედან აღებული ფესვი. x-ის კვადრატს or x-ის ნახევრის კვადრატი გამოვაკლოთ, ეს იქნება x კვადრატი მეოთხედი. უნდა გამოვაკლოთ x კვადრატს. ეს არის 3 მეოთხედი x კვადრატი და აქედან ფესვი რო ავიღოთ, ეს იქნება, ესე იგი, აი ეს გამრავლების ნიშანი უნდა იყოს აქა, გამრავლება, ესე იგი ფესვი 3 შეფარდებული 2-თან, ესე იგი 3 მეოთხედიდან ფესვი არის ფესვი 3 შეფარდებული 2-თან, x კვადრატის ნაცვლად გვექნება უკვე x-ია რა. აი ეს. ესე იგი, აი ეს ნამრავლი არის აი ამ ზედა ტრაპეციის ფართობი. ეხლა ეს რო ორზე გავამრავლოთ, უკვე მივიღებთ მთლიანად 6 კუთხედის ფართობს. ამის ორზე გამრავლება ნიშნავს, რომ ესე იგი, აი ეს გავამრავლოთ ორზე, ესე იგი, აი, ანუ რა არის ეს, რომ აი ეს 2 და ეს 2 ერთმანეთს შეგვეცავს, თქვათ. და დაგვრჩება 3 ფესვი 3 x კვადრატი გაყოფილი 2-ზე. ესე იგი, ფართობი 6 კუთხედის ფართობი s-ით აღნიშნოთ, ხო? ეს s-ი ტოლია, ანუ შეიძლება y-ით აღნიშნოთ. ანუ დიდი განსხვავება აქ არ არის, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, მაინდა-მაინც დიდი რითი აღნიშნავთ. 3 ფესვი 3, ja. შეფარდებული 2-თან x კვადრატი. 2-თან x კვადრატი. აი ჩვენ დავწერეთ ესე იგი ფუნქცია. აქ. აი როგორ იყო დავალება? დაწერეთ ფუნქცია f წესიერი 6 კუთხედის გვერდი ამავე 6 კუთხედის ფართობი. ესე იგი 6 კუთხედის ფართობის დამოკიდებულება წესიერი 6 კუთხედის გვერდზე. წესიერი 6 კუთხედის გვერდი არის x-ი. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს. ეხლა უნდა ვიპოვოთ f2. f2 რო ვიპოვოთ x-ის ნაცვლად უნდა ჩასვათ 2. აი ამ x-ის ნაცვლად უნდა ჩასვათ 2. 2-ის კვადრატი არის 4, ხო? 4. 4 რო 2-ზე გავყოთ არის 2 და 2 × 3 არის 6. ესე იგი f2 იქნება 6 ფესვი 3. f5 კიდე რა იქნება? x-ის ნაცვლად 5 უნდა ჩასვათ, 5-ის კვადრატი 25-ია. 25 × 3 არის 75, 75 2-ზე რო გავყოთ არის 37.5 და 5 და 37.5 ფესვი 3. იქნება f5. და ამით ეს ამოცანა დამთავრდა. და დავრჩა ერთი ამოცანა. ესე იგი ეს არის საწარმოს ერთი პალტოს შეკერვა 150 ლარი უჯდება, ერთი პალტო იქნება 150 ლარი. თვეში საწარმოს საშუალოდ 50 პალტოს კერავს, დაწერეს ფუნქცია f-ი, გასაყიდი ფასი და მოგება. თუ ცნობილია რომ საწარმო სხვადასხვა სახის გადასახადებში 800 ლარს იხდის. ესე იგი ჩვენ უნდა დავწეროთ y ფუნქცია, როგორც y-ის fx, ხო? სადაც x-ი არის
გასაყიდი ფასი და თვითონ y არის მოგება. რა მოგება რჩება ამ საწარმოს. გასაყიდი ფასი ჩვენ აღნიშნეთ x-ით, ერთი პალტო რო გავყიდოთ x ვარად. მას უნდა გამოვაკლოთ რა ჯდება პალტოს ღირებულება. ხო 150 ლარი, რომ რაღაც დაგვრჩება ამ ერთი პალტოში, ერთი პალტოს გაყიდვის შედეგად დაგვრჩება x - 150. ხო, ესე ამდენი. ეხლა თვეში ვყიდით, ვყერავთ დავუშვათ 50 პალტოს, ეს უნდა გავამრავლოთ 50-ზე. და ყველაფერი ამას უნდა გამოვაკლოთ მინუს, გამოვაკლოთ ესე. სხვა სახის გადასახადებში 800 ლარი. ესეთი. -800. მიღებული ფუნქცია იქნება სწორედ ის ფუნქცია, რომლის დაწერასაც ჩვენ გთხოვენ ამ ამოცანაში. შეგვიძლია ესე დავწეროთ, ხო, ესე იგი y უდრის ესეთი სახით, უფრო გავამარტივოთ. გავხსნათ ფრჩხილები 50x - 150 და -800. და უფრო ისეთნაირად, მაგრამ ესეთი ჩანაწერიც აქ სავსებით სწორი პასუხია. და ამით ჩვენი საშინაო დავალება დასრულდა.